სანდრო, გეხვეწები მითხარი რა. ამ დილა უთენია, აი ამ ტრიბუნით რატო დამადექი თავზე რა. უკმაყოფილო ხარი რა? დიახ. აუ, ერთი 10 შენნაირი და იცი რა მიტინგს ჩავატარებ. რა მიტინგს ჩაატარებ. უკმაყოფილო ხალხს ვეძებ რა, რომ ჩემი პარტიის ხედვები გავაცნო. მინიმუმ 10 კაცი მჭირდება რომ მიტინგი ჩავატარო. ეს ჩავწერე მე ჩემს წესდებაში. ტრიბუნა კი გაქვს სერიოზული. აბა, თან ნახე, ვიცი, ყველგან ამ ტრიბუნით დავდივარ. და ყველა მე მიყურებს. ხალხი რას ამბობს იცი? ბიჭი ჯობია, ბიჭიო, აბა. ტრიბუნით იუმორი რა. აი ვაზე 2-10 ლიტრიანი დღვინო როდებს რა ღვინოა გუშინარიდო. ბეღურა, გოგიმ გამოაგზავნა. იმ შენი გვარის სიამაყემ ხო შემოვთავაზა მერის მოადგილეობა. ხო, მე ხო უარი ვთქვი. ხო და გამოუშვა 10-იანი რა. გოგიმ, რო დათანხმდე ვაღნიშნოთო. მე ზუსტად 1 საათში გამოუშვა მეორე 10-იანი. რო არ დათანხმდე, ისიც აღნიშნოთო და მაგ ეხა 20 ლიტრა. ისე ჩემი აზრით ირა უარი არ უნდა გეთქვა. აბა დაფიქრე ახლა შენ თვითონ რომელი ჯობია? იჩხეიძის სახელობის კლინიკა თუ ვ გორგასლის სახელობის ქალაქ თბილისის მერია? ისე ხომ არ დამავიწყდა რომ დღეს უნდა მოვიდეს ჩემთან კლინიკაში შენი გვარის სიამაყის შვილიშვილი? არა, არ დამავიწყდა, მახსოვს. იმის შვილიშვილი მოდი? დიახ. შვილის მხრიდან. არ ვიცი სანდრო, არ ვიცინო ფასია. ხო და საღამოს დავპატიჟე ჩვენთან სტუმრად. თან ტორტი მინდა გამოვარცხო. სანდრო, შენც გამოიარე საღამოს. არა, მარიკა. მადლობა დიდი. მე თუ ნამცხვარი ვჭამე, მე ხალხს რა ვაჭამე მითხარ. მოიცა, კარგი გიგო, მოიცა. მოიცა, სანდრინიო, სულ მაინტერესებს ამას რომ დაათრევ, ყველგან მძიმე არ არის? უსმინე რა. ირაკლი, ხალხზე ზრუნვის ტვირთია მძიმე, თორე ისე ეს კარგი მძიმეა. შეგენიც, შენ შემოგევლე ჩემო სანდრო, მიდი, მარიკა, რა ვიფიქრე, იცი? სანდრომ რომ მართლა მოიგოს არჩევნები. მე რა გვეშველება? რა უნდა მოიგოს? ისე მართლა რომ მოიგოს? კარგი, მარიკა, ვიხუმრე, შენ რა მოგივიდა, რა უნდა მოიგოს? ისე მართლა რომ მოიგოს? არა, გამორიცხული, რა უნდა მოიგოს, ბეღურა, კარგი რა. გამარჯობა. შენ შემოგევლე ჩემო კეთუსი რა. რატო? გამეხარდა რომ მოხვდი. ვიგინეცე. შენ რო არ მოსულიყავი? არ მახსოვდა რომ სამსახურში ვიყავით ასასხი. ვიგინეცე. შინაბა ბედნიერად. მოდი გენაცველი. კარგად. აბა შენ. მარიკა, აი, ნამცხვრის რეცეპტი რომ თხოვე მოგიტანე. და რასთან დაკავშირებით აცხობ ამ ნამცხვარს, მარიკა? არა, რაში მაინტერესებს, მაგრამ თუ მეტყვი, გისმენ, აბა. როგორც ირაკლი ამბობს, ჩემი გვარის სიამაყე რომ არის, იმის შვილიშვილი მოდის დღეს ჩემთან სტუმრად. ხო და მინდა ნამცხვარი გამოუცხო ელენეს. ელენე? ქმართან ერთად? არა, არ ყავს. საქმროსთან ერთად? არც საქმრო ყავს. ბაში კოტიკო. მოიცა რა კოტიკო? კოტიკოს გოგო რომ გინდათ გააცნოთ? კარგი, ქეთევან, გეხოცები უხერხულია. პირველად მოდის გოგო ჩემთან სტუმრად. მესმის შენი მარიკა, მაგრამ გადაწყვეტილია უკვე. მორჩა. კოციკ. აი ტელევიზორში ეს კადრი რატოა გაჩერებული? გაჭედა? არა, მე დავაპაუზე. აი იმ კაცს რაღაცა აწერია მაისურზე და ვკითხულობ. ეხლა მე უნდა გავიქცე კლინიკაში. ხო და შენ ამ კითხოს ნუ გადაყვეთ. ან ტელევიზორს უყურე, ან კიდე კომპიუტერზე ითამაშე, ხო? რატომ უნდა გაიქცეთ?
გამოთქმა ასეთი. გავიქცე, ხო? ძალიან ბევრი პაციენტი მელოდება. ლუდის სეზონი დაიწყო და ლუდის სეზონი და კბილის ტკივილი რა შუაშია? ეგეთი რამე არ წამიკითხავს? აი ყველაფერს კი ვერ წაიკითხავ, კოცი. რა შუაშია და ახლა ლუდს ხო ზოგი კბილით ხსნის, ხო ესე ხსნის და ზოგი კიდე ვინც გვერდზე უდგას, იმის კბილს ჩამოადებს და ისე ხსნის. ხო რამინი ბიძი ხო ვაიმე ისეთი გოგო ვუშოვეთ რამინი ბიძია სასწაული არაჩვეულებრივი რა დღეს საღამოს უნდა გადმოიპატიჟო ჯერ არ გაუცვია არ შეგვიხვედრებია ჯერ ხო კარგი დღეს საღამოს დაგირეკავ კარგი ყველაფერს შეგატყობინებ კარგი დროებით კოტიკო კეთება რა ხდება ჰა რა ხდება და დღეს კოტიკოს ისეთი კარგი გოგო უნდა შევახვედროთ კოტიკო გამატარე უნდა შეახვედროთ ამას ახლა ციგნში თუ ჩაუდებთ იმ გოგოს თავისით გადააწყდეს თორე ეს შემხვედრი არ არის ლაშა შემიხურე და ყველაფერი დაგეგმილი მაქვს როგორც კი შეხვდება გაიცნობს ჰოპ და ქორწილი კეთება მე დღეს ძალიან ბევრი პაციენტი მყავს და შეიძლება ხელის მოწერაზე ვერ მოგისწროთ ამიტომ პირდაპირ სუფრაზე მოვალ ჰოპ დადე ბიჭო ეს დადე და მოგვისმინე შენთვის სიკეთე და შევიკარგად ყოფნა გვინდა გადაუგდე ერთი კითხრა კოტიკო დღეს ირაკლისთან არაჩვეულებრივი გოგო უნდა მოვიდეს უნდა გაგაცნოთ და უნდა შეგახვედროთ კარგით რა კეთინო დეიდა დეიდა რა დროს გარიგება გარიგება იმისთვის ასეთი ბიჭი რა უნდა გავაცნო შენ გენაცვალოს დეიდა იცით რა მე ჯერ ესეთ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. უი, მოემზადე მე საღამომდე დიდი დროა. კარგით რა კეთინო დეიდა რა კი არა და ბოდიში. ჯერ სამსახური უნდა ვიშოვო, ბინა ვიყიდო და მე ვნახოთ. შენაც გოგო გაიცადი და ბინა და სამსახური თავისით გეშოვნინება. კი თამრი კი მართალი ხარ ესე იგი კოტიკო უკვე უნდა დაოჯახდე უკვე დროა წლები გაგიფრინდება და მე აი თამრიკოს კითხე ერთი კითხე ამას და გეტყვის კეთინო კარგი რა კარგი რა ხა ხარი სალაპარაკო კარგი უნდა დაოჯახდეს და უნდა იცოდეს რა და როგორ მომისმინე ახლა შენ ისეთი გოგო ყოფილა სულ რამე უწუნო მერაფერს დაუწუნებ არაჩვეულებრივი ოჯახის შვილიშვილია კარგი ხო მოიცადე ცოტა ხანს დაელოდე აი გაინძრა კარგი მართლა ჩერჩეტია კაპიტანა როსტომაია იყო გახდათ რას ვგვირდები იცი ნელ-ნელა მომწონს ეგ კაცი მეც ეგრე დამემართა ირა რა ხდება ირაკლება რა სასწრაფო საქმე გაქვს გამარჯობა ქალბატონო ნონა რა სასწრაფო საქმე მაქვს და გამარჯობა ლაშა და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტი მოდის შენთან და უნდა მიხედო თავზე უნდა გადაყვე მოკლედ რა ვინ მნიშვნელოვანი ირაკლი ქალბატონო სად არის ის ფორბსის ბოლო ნომერი მომეცით მომე ინებეთ გვალობთ ინებეო ვინ და აი საწავიდა ამ ხელა კაცია აი ამის შვილიშვილი დასლაპარო ის ვა ხედავ აუ სადვიშოვო ის ჭაღი ასე უწებ ჰა ჭაღი რა შუაშია ლაშა აბა შევდა კაბინეტში ქალბატონო ერთი ნატურა რო არის ჩამოკონწიალებული ისე ეკადრება ეხა იმის შვილიშვილს შეიძლება შემოვიდე არა გენაცვალე არ ვცალე ერთი წუთი რა არ ვცალე მოდი ელენე გენაცვალე მოდი დაჯექი აი აქ დაჯექი გენაცვალე დავძანდით როგორ არ შეიძლება ჩვენ რომ აქ ვიყოთ ეგ თუ შეიძლება თორე აბა ელენე მითხარი ახლა როგორ ხარ ბაბუა როგორ არის კარგად მადლობა ისე ცოტა გაკვირვებულია მერის მოადგილეობაზე უარი რა თქვით ხო იცი ხა მე რო არა თქვენ ადგილას მეც ასე მოვიქცევთ აბა რა თქმა უნდა რა თქმა საერთაშორისო ძალიან კმაყოფილია თქვენი კლინიკით
ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ბაბუა თქვენი. ყოჩახში. ბაიდი, ეს რა არის? მე დაუხშირა გითხა. ირაკლი ბიძიას ციგნებს აუტან მეთქი. თავრი. გამიჩინა საქმე. აწიეთ ავი. ციგნებს აუტანს, ციგნებს თურმე. არ იქნება ბიჭო ის გოგო ჯერ მოსული. კარგი რა. გოგო რა შუაშია? უბრალოდ ციგნებს აუტან, უხერხულია დიდი ხანია წამოღებული მო. ისი რა გითხარ? შეხედე ხოჩაღია. ხოჩაღია ისე, ხო იცი ხო? შენ მომისმნე რა ანანომ. რა უთხოვეთ ამის მესამე კურსზე დახმარება, ჰა? რაო და მოკლედ იმდენი ნაცნობი მყავს, მე ყველას შევაწუხებო, დღეს მოვა და მოიტანს პასუხს. ო, მაგას თუ რამეში გამოიყენებ თორე თვითონ ხო არაფერში გამოგაგდება. აბა, შენ მართალი. მართალი ხარ დავა. ხო მართლა ელენე, ბოდიში დამავიწყდა არ გაგაცანით. ეს არის ლაშა, ჩვენი კლინიკის წამყვანი. ნუ ახლა წამყვანი რა? ერთადერთი სტომატოლოგი. მე ჩემ ცეცასია, ნუ როგორ ახარ ბაბუა როგორ? კარგად, მადლობა. უკაცრავად წეღარო ეს და აი. რამეს ხომ არ დალევთ ჩაი, ყავა? არა, მადლობა, არ მინდა. პირიქით მე მადლობა. ხო მართლა კიდე დამავიწყდა. გაიცანით, ეს არის ჩვენი კაპოტონონა. თქვენ ხართ ქალბატონი ნონა, ბაბუაჩემ იმდენი გვაცინა თქვენზე. რას რატომ? ვაიმე. კონსულტაციის დროს როგორ დაუყვირათ, თავი გააჩერეთ. არის ეს ბებიაჩემი ცულ მაღაზია ჩხუბება ხოლმე. აბა რა არისო დასაბჟენიაო ამოსაღებიო თუ რა ვარიანტია? სიფცნის კბილი წყავს ამოსვლას და კონსულტაცია მჭირდებოდა. კონსულტაცია ჩვენთან უფასოა. ზგერენემე. კონსულტაციაც უფასოა და კურნელობაც უფასოა და კლინიკაც უფასოა და ხაჭაპურის გამოძახებაც უფასოა და კარგით, ჩავიდეთ ჩემთან, ლიფტით თუ არ მე და ჩაგება. დროებით, ელენე, საღამოს გელოდებით, ხო იცი? კი, აუცილებლად. კარგი. კარგად. ისეთი ამბავი ატეხეთ, იმის შვილი-შვილიაო, ესაო, ისაო და ძალიან უბრალო გოგოა, ძალიან. ხო რა იყო, რა ვთქვი ახლა ისეთი? ირაკლი ბიძია, ვიცი, უნდა გითხრა, ვინ იყო ის გოგო, რომელიც გამოვიდა ახლა ჩვენი კაბინეტიდან. ხო, რა კარგი გოგო იყო. ვინ არის ირაკლი ბიძია? ყოფილიყავი აქ და გაიგებდი. ისე მართლა რა, სულ აგვაგდივარ და რა ხარ შემოვედი რა. მომისმინე, ვინ არის და ის მარიკას ბიძაშვილი როა? ის გვარის სიამაყე. დიახ. იმის შვილი-შვილია. იმის შვილი-შვილი? დიახ. ძმაო შვილი-შვილი რა. აბა მე ვარ შვილი-შვილი? იმის შვილი-შვილი. იმის სიძე. რა სიძე, ბიჭო? არაფერი, ჩავფიქრდი ჩემ. უნდა გამასვით რა იგივე. ვაიმე, შენ შემოგევლე რა, არა მაქვს შენი მაიმუნობის და ცანცარის დრო და ნერვები. გეხვეწები დამანებეთა. არა ხო? მაშინ ტელეფონი არ გამორთოთ, ბაბუაჩემ დაგირეკავთ. ბაბუაჩემ, გოგის ხო იცნობთ რა? ეს ვინო 10-იანი, 20-იანი. დაგირეკავთ, არ გამორთოთ. მიყვარხარ თეონა. აი 2 წვენი. მადლობა თეონა, მიყვარხარ. და 2 წვენი რა გინდა? ეს ერთი შენ. მიყვარხარ თეონა. მადლობა. გეგი, ისე ჯერ საერთოდ ვერ მეუბნებოდი ამ მიყვარხარ და ეხლა ყველაფერზე ხوار შეიძლება რა. იგი მართალი ხარ, მიყვარხარ თეონა. ისე გახსოვს ერთხელ საბაგიროთი ვავედით ნარიყალაზე. როგორ არ მახსოვს გეგი? გუშინ იყო ეგ. ამაგარი იყო რა, მიყვარხარ. თეონა, ჩემამდე გიყვარდა ვინმე? კი, გეგი, და ეხლაც მიყვარს. ვერ ხვისო თოლთან. თეთრი ლაშქარი. კარგი, ნუ ნერვიულობ, გეგი, ვიხუმრე. მიყვარს ხუმრობა, მიყვარხარ თეონა. ხო მართლა. ამ დღეებში შენ მშობლებს მინდა რომ დაველაპარაკო რა, რომ მიყვარხარ. ხო, მაგრამ ჩემი მშობლები ერთად რო არ ცხოვრობენ.
კარგი, მაშინ ჯერ შევარიგებ და მე დაველაპარაკები. ხოიც მიყვარხარ. სანდროს მეგის გეგი და ეხლა უკვე სანდროს მეგის გეგის თეო. ნახე როგორ ჭუკჭუკებენ. კარგი რა სანდრო. აი, გეგი გეწყინა ჭუკებს რო შეგადარეთ. არა სანდრო, მიყვარხარ თეონა. სანდრო, შევუკეთავ რამეს? არა, უკმაყოფილო ხალხს ვეძებ, მიტინგი მინდა ჩავატარო. სერგო! დიახ, ბატონო. სერგო, მოდი. მოდი აქ აიებია. მოდი სერგო. გამარჯობა. ხო. ბატონო სანდრო. დიახ. დღეს აქ ვართ ხომ? ხო, დღეს აქ ვართ. თუ შეიძლება ერთი მინერალური წყალი რა. ой, უკაცრავთ, მაგრამ ჩვენთან გარედან ტრიბუნის შემოტანა არ შეიძლება. სანდრო, ტრიბუნა. გეგი. მიხედე რა გუგულს. კი, სანდრო. მიყვარხარ თეონა. აი, მინერალური. დიდი მადლობა. პარტიის ლიდერი გადაიხდის. მიდი სერგო. ეს საღამოს მოდის ის გოგო ჩემთან სტუმრად. ელენე მოდის სტუმრად და მობძანდეს შენი ბლეყვერტიეც. არ ვიცი გოგი რას ნიშნავს ბლეყვერტიე, ნოდარმა დაარქვა, მომეწონა და მეც ვეძახი. დამღალე უკვე გოგი. კარგად, მოვიდეს. კარგად. ირაკლი ბიძია, ბაბუა ჩემს ხო არ დაურეკავს? მიდი გასვეთი, ნუ მაიმუნებ რაღაცას რა. მოდი აქ. მოდი. მოკლედ, დღეს საღამოს მოდის ელენე ჩემთან სტუმრად. მარიკამ ნამცხვარი გამოაცხო და დაბადიჟა და მობძანდი შენც. აი, ხედავთ რეები ხდება კაბატონონა? მომილოცეთ. სულით და გულით. ხედავ რა ადვილად მოგვარდა ეს საქმე ირაკლი. კი, ადვილად, კაბატონონა, ადვილად. ყოველთვის 10 რიცხვი 20-იანი, ადვილია ძალიან. ირაკლი, თქვენ ხო დაგირეკათ ბაბუაჩემ? ეხლა თქვენ უნდა დაურეკოთ ბაბუაჩემს. მე რატო უნდა დავურეკო? და საღამოსთვის ხო უნდა გამოვიპრანჭო, ფული ხო მინდა? რა აზრი აქვს? მოკლედ ძალიან გემრიელი კრემი გამომივიდა. ხო, მარიკა, გავასინჯო მეც. მარიკა, ხოდა მოკლედ მარიკა დამერეკეს თამარმა და ქეთევანმა და ანიკაში არიან. ანანო დავიღუპეთო წარმოგიდგენიაო. კოტიკოსო პირველ კურსზე სვამენო, არა და მესამე კურსზე ეკუთვნისო ბავშვსა და შენო და დაგვეხმარო ანანო, შენო ვინმეს როგორ ვერ ნახავო, შენს იქით გზა არ გვაქვსო, შენი ჭირიმეო და შენ გენაცვალეო. თამარი და ქეთევანი ეგრე არ გეტყოდნენ ანანო. აცრი ეგეთიო ამარიკა. შერაქენი. მე რა ვგენი. მე არ მყავდა ეგეთი არავინ, მარიკა და ბებიაჩემა გამოსა თავისი ძველი თაყვანიც მცემელი უნივერსიტეტში პროფესორია რა ეს კაცი. რამე ხდება? შემჭამდნენ ესენი. მე კაია მარიკა ძენ. და გებრიელ და ნამცხარი გამოვა ხო მარიკა? კი, ანანო, ოღონდ კრემით უფრო გემრიელი გამოვა. ნუ კაი რა ვქნა მარიკა, მიყვარს იცი? ბავშვებიდან ესე ვარ იცი? ბებიაჩემი ადრე ნამცხრებს რო აცხობდი ხოლმე ესე მიუჯდებოდი, მივეპარებოდი და და რატო აცხობ მარიკა? სტუმარი მყავს ანანო. მიუღდი სხვათა შორის. ხო, ბახა ირაკლის ხოლმე ერთი მარიკა, ერთი. მეგა ბოლო რა. მან გახდა რა. ზანგე. ჰოი? კოტიკო შენ ხარ? გამარჯობა. წიგნები მოვიტანე. ხედა. გამარჯობა. შენ ყველა წაიკითხე? კი. თუ გნებავთ ჩაგაბარებთ. ჯერა კოტიკო. გაიცანი ეს ანანოა ეს კოტიკო. ეს არის კოტიკო. თამარ და ქეთევანი მეუბნებოდნენ თქვენზე. გეუბნებოდნენ? ეს თქვენ. მეც მეუბნებიან ხოლმე. ოღონდ 5 წუთში ერთხელ. 5 წუთში ერთხელ? ხო, აი ბაბუა ჩემი როგორც რეკავს ხოლმე. ნუ ხა ნერვიულობ შვილიშვილის მომავალზე.
რომ გაგიცანით ძალიან გავუხარდებათ. კეთინო და თამრიკო დაიდებს. ვაიმე, მე ძალიან გამიხარდა კოტიკო, ისეთი კაი ბიჭი რომ აღმოჩნდი შენ. ხო, მეც. პირადად რომ გნახეთ, თორემ ეს სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდოდა. რა ის ქვია, არ გინდოდა, ისე ხო არ დარჩები. დაუჯერე კოტიკო ანანოს, ამას სიმხელა გამოცდილება აქვს რო? რა ვიცი, მე ვიფიქრე რომ ადრე ხომ არ არის მეთქი. აი, რა ის ქვია, ადრე ახლა ვარ მე თავისუფალი. ნუ ბოლო თუ მე ვერაფერი ვერ ქვენი, ვიღაცას როგორ ვერ ნახავ. ავას დალევ თუ ჩაის კოტე? არა, მადლობა, არ. მარიკა, კრემი გამოუტანოთ რა. ანანო. გიყვარს კრემი? რა კაი ვინმე ყოფილა? ეს არის სერგო. აი, შმაგი ხო გახსოვს? შმაგიმ გამიკეთა ეს ტრიბუნა. ხო და შმაგისთან სახელოსნოში მუშაობს სერგო შეგირდია. ხო და როგორც კი გაიგო ჩემი პარტიის ხედვები, ამოცანები, როგორ ვაპირებ ქვეყნის გადარჩენას, მიყარა თავისი ინსტრუმენტები და შემოვიდა ჩემს პარტიაში. სხვათა შორის ბოლო ნომრად ჩავწერე სიაში, მაგრამ ჯერჯერობით პირველია. ეს ეტაპობრივად რო შეემატება ახალი წევრები, სერგო იქნება ბოლო ნომრი. უკმაყოფილო ხალხს ვეძებ და თქვენ ხო დამეხმარებით. მიყვარხარ თეონა. თქვენ ახლა რა გენაღლებათ გიყვართ ერთმანეთი და მიდი იქრით თავში, ხო? მე რა მოკლედ მე ხო ახლა მჭირდება ეს უკმაყოფილო ხალხი. ხო და ცალ-ცალკე ვნახულობ ამ უკმაყოფილო ხალხს, პრობლემა არ არის, მაგრამ ერთად რო შევკრებ ხოლმე, ეგრევე ავიწყდებოთ უკმაყოფილება და მიდი კეიფობენ, ერთობიან, ერთ ამბავში არის. რა დავახსოვთ? სერგო, დიახ ბატონო. დღეს რა გვაქვს ჩვენ გეგმაში მითხარი? დღეს წესით ახლა ხე უნდა მოვუწყათ ბავშვებთან ერთად. ეგეთი. მაგრამ იქნებ ჩემი სტომატოლოგთან ვიზიტი ცოტა წინ წამოვწიოთ, თორემ ძალიან შემაწუხა უკვე. რა? თან ისედაც იწვიმებს. აჰო. და ბავშვების რო ვერ უშევ. სერგო არის გენიოსი. მე ვიცი სერგო სადაც იქნება უკმაყოფილო ადამიანები თან ბევრი. კი ბატონო, აიგე ტრიბუნა წავედით. ეს მინერალური დავაბრუნოთ სერგო და აბა წავედით. წავედით. სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. წარმატებების ადრე. წავედით. მიყვარხარ თეონა. კეთინო, ეს არის გეგმა B. თუ გეგმა A არ გაამართლებს იმ შემთხვევაში, რომ პირველი ნახვის ეფექტი არ გაჭრეს. ხო, გასაგებია. საწავიდა ეს ბიჭი ამდენ ხანს საწიგნებს ავიტანო და წიგნებს აყვა ვერ გავიგე, ა? კოტიკო, სად ხარ შენ ამდენ ხანს? სად ვარ და? დაგასწარით? და ის გოგო ჩემთვის რომ უნდა გაგეცნოთ, გავიცანი. ვაიმე. აიცა, გაუცნია უკვე თამრი. მე რატომ არ გითხრა მარიკამ? ვაიმე, მართლა ბეღურაა რა ეს გოგო რა. მე გაგიჟდები რა. ბიჭო, გამაგებინე კოტიკო ასეთ ფორმაში. ვაიმე, თამრი, აი პირველი ნახვის ეფექტი მორჩა დამხდა. უფ! კაი, ნაჩეთი არის ნერვიულო. გეგმა A გამოირიცხა. გადავდივართ გეგმა B-ზე. ხო. რა ხდება? რა ხდება კოტიკო და მორჩა შენი წიგნები და კითხვა. დღეიდან ოჯახ. მორჩა. მომისმინე ხლა კოტიკო. შეხვალ საძინებელში, თუ კი რამ საუკეთესო და არაჩვეულებრივი გაქვს ჩაიცვამ და გამოხვალ, მიდი სწრაფად. მოდი ერთი წუთი მომისმინე. როგორი გოგოა აბა? რა ვიცი, თქვენ ისე ილაპარაკეთ, იმის შვილი-შვილიაო, ისაო, ესაო და ძალიან უბრალო გოგო. მიდი გამოიცვალე, მიდი, შედი, მიდი, დროზე. უბრალო? რა ვიცი. მოდი აქ, მოდი სად გაიქეცი, მოდი აქ. როგორ ფიქრობ? მოეწონე? რა ვიცი, იმედი მაქვს კი. მიდი, შედი გამოიცვალე დროზე, მიდი დროზე. მოდი აქ, სად მიდიხარ, მოდი. და რას ფიქრობ შენ? მოგწონს? რევს ეკითხები და. ჰა? რა დეიდა? შენ დეიდა კი არა, ეს დეიდა. არა, ეს დეიდა კი არა და ხო მომწონს. მიდი, შედი, მიდი გამოიცალე, მიდი, შედი, მიდი, არაჩვეულებრივი რამე, საუკეთესო ჩაიცვი, მიდი, კოტიკ. მე ო? რამინი.
ხო რამინი ბიძია, ხო? კი, გაუცნია უკვე. რა დროშულთაშვილია რამინი ბიძია? გადამრებზე კაცი. გაჩერდი ერთით. ხო, ვისი სიმღერის ხმა მესმის? გუზანა მღერის? სვამ რატო ასმევ რამინი ბიძია ხო იცი ამდენი სმა არ შეიძლება შეიწირავს მაკა აბა რა სისავს აბა გეხვეწები აღარ დაალევინო გემუდარები ხო ერთ რა არის ბიჭო ეს საჩაიცი ბიჭო რამე საუკეთის რა არის ეს შედი გამოიცვალე ხა ნიკო ნერვებს ნუ მიშლი შედი მოდი კოტი ეს არ ჯობია ადამიანო დედა მოდი აბა დაატრიალე ერთი თამრი დაატრიალე ხოჭა მე მგონი ეს ჯობია ხო თამრიო კი აშკარად ჯობია მაგრამ აი გონი ესე უფრო ჯობია ხო თქვენთვის ჯობია მაგრამ მე მკითხეთ აბა ვერაფერს ვერ ვხედავ მოგიკვდეს დეიდა აჰა თამრი წარმოიდგინე ხლა ირაკლისთან აი ესე რომ შევა რაღაცა აკლია. კეთინო, მე ვიცი რაც აკლია. კარგი წითელი ხასხასა ვარდები. წადი ახლა შენ ყვავილები იყიდე ფულს მე მოგდო. ჩემი ჩა. არ მინდა ფული მაქვს. რამინე ბაბუამ რომ მოვდიოდი გამომატანა. თამარი და ქეთევანი კარგ გოგოს რომ გაგაცნობენ ხასხასა წითელი ვარდები იყიდე. გეცვენით ჩიპი. ძალიან გემრიელი ნამცხვარი იყო მამიდა. მე თვითონაც არ ვიცი ასეთი გემრიელი როგორ გამომივიდა. ისე მამიდას ნუ მეძახი მეთქი ხო გითხარი. კარგი ხო, აღარ დაგიძახებ. და რა ქენი შენ ბინაზე? გადასვლა რო გინდა ცალკე გადახვედი? არა, ჯერ ვერაფერი ვერ ვქენი. სადაც მივდივარ, ჩემ გვარს რა ვეუბნები, ყველგან ორმაგფას მეუბნებიან. აი. ასე ვარ მეც. და რა ქენი? დღეს ანუ გაიცანი ლაშა შენ? კი, ლაშა გავიცანი, ძალიან ყურადღებიანია. და იუმორი? ურიგოთ რომ შევყავდი უთხარი, ამდენი პაციენტი რო გელოდება, ცოტა უხერხული ხო არ არის მეთქი და ამდენი მარტაცოლი მყავდა და ის არ მეუხერხულებოდა. ისა მართლა ამდენი ცოლი ყავდა? ხო, დაახლოებით კი. დიდი ეჭვი მაქვს რომ ლაშას ცოლი ქეთევანი, ცოლის და თამარი მოვიდნენ და მოიყვანეს მარიკა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს ლამაზი გოგო შენი ბიძაშვილის და ბაბუამისის შვილია. გაიცანით ელენე, თამარი და ქეთევანი. სიამოვნა. ჩვენთვისაც სიამოვნო. ჩვენთვისაც. დამსვი რა მარიკა. ელენი, აბა როგორ ხარ? ბაბუა როგორ არის? კარგად, მადლობა. ქეთევანი. მიცნახა. მე ხარ ნამცხვარს მოგიტანთ ისეთი გემრიელი გამომივიდა რომ გაგიჟდება. ვაიმე, მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ყველაფრისათვის მადლობა, მარიკა. ესე იგი, გაიცანით ჩვენი ვაჟკაცი, ხო? ხო, გავიცანი, თქვენი და რა ბიჭია? ხო, ძალიან კარგი ბიჭია. ჯერ სადახარ, გიჟდებიან გოგოები. ელენე ისე ინერვიულა დღეს რო შევხვდი და გავიცანიო, ისეთ ჩვეულებრივ საშინაო ფორმაში ვიყავიო და ახლა ამოვა გამოპრანჭული, თავი რომ მოგაწონოთ. მიირთვით. ვაიმე მარიკა, მშვენიერი ნამცხვარია მარიკა. გემონახე ჯერ. კარგად ბრძანდებოდეთ. ლაშა კიმოდა. არაყი? არა, აბა, არაყი არ აქვს თავში. და ლუდი? ლუდი შეიძლება.
კარგით, მაშინ ხვალ 7 საათზე გელოდებით. მადლობა, ხვალამდე. შემდეგი თქვენ ბრძანდებით, ხო? ბრძანდებოდეთ, აი ზინა დაასუფთავებს და დაგიძახებთ, ხო? უკაცრავად. მოგესალმებით. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა პოლიტიკური პარტია მახარაძე დემოკრატების ლიდერი და დამფუძნებელი ბატონი სანდრო მახარაძე. ტაში. მოგზავნით ბატონო სანდრო. საკმარისია, დაბრძანდით. მოგესალმებით. აი გიყურებთ ყველას და უკმაყოფილო სახეები გაქვთ. გაინტერესებთ რატომ? დიახ, ამის მიზეზი ერთი მხრივ ქვეყანაში არსებული სოციალურ, პოლიტიკურ, სამრეწველო და კულტურული პრობლემებია. მეორეს მხრივ თქვენი კბილები. დიახ, მეგობრებო, თქვენ ყველას კბილის ტკივილი გაერთიანებთ. აი ასე ერთად უნდა ვიდგეთ, მეგობრებო, და ავაშენოთ ეს ქვეყანა. მეც თქვენს გვერდით ვარ. აი, თქვენ ბატონო, რა პრობლემები გაქვთ? კბილი მტკივა. მეც კბილი მტკივა. თქვენ რა პრობლემა გაქვთ? კბილი მაქვს დასაბჟენი. მეც კბილი მაქვს დასაბჟენი. თქვენ სცენარესთან რომ ზიხართ, თქვენ რა პრობლემა გაქვთ ახალგაზრდა? მე მეგობარს მოვყ. მეც მეგობარს მოვყ. აჰა. საღამომშვიდობის. ელენე, ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხარ. თამარ, კეთევან. გემრიელად მიირთვით. მარიკა, მოდი ერთუთი. რა ხდება, ირაკლი? რა ხდება ბეღურადან? მამცხვრის გარდა არაფერი არ გვაქვს სახში? აი მე როგორ არა ირაკლი? ნახე რამდენი რამე გვაქვს. მე არ ხუმრობ ხა და არ მეხუმრება. ბეღურა სერიოზულად გეუბნები. გოგი უნდა მოვიდეს. მე ღვინოს ხომ მოიტანს? ეგ არა, პატარა გოგი. აი მე კარგი ჩავალ და რამეს ამოვიდა. ორი ჰოთ-დოგი წამომიღე. ელენე, მე მივდივარ მაღაზიაში და შენ არ მოიწყინა, ხო? მარიკა, მეც წამოვალ. აი მე თან საჩუქარი მინდა რომ ვიყიდო. საჩუქარი წამოვა. რა საჩუქარი? დღეს მან გლაშან ფული რო არ გამომართო, მე უხერხულება და რამეს ვუყიდი რა. ხო, თან ამოვა მითხრეს. დღეს მოვა ხო ნამდვილად? კი, აუცილებლად მოვა. ვაიმე, აბარა ჩვენი ვაშკაცი. წამოვა. ვაი ბიდი და რაგუ. აი მე კეთინო, ხო გეუბნებოდი, ერთხელ ნახა და წამოვიდა საჩუქრები. ჯერ სათხარ დაო, ჯერ სადახარ საჩუქრები ახლა ნახე. აი დამწორე. ხო არა. არა ხალხო მითხარით რა. რაღა დროის ჩემი მაჭანკლობა. აი რაღა დროის ჩემი მაჭანკლობაა, გამაგებინეთ, მაგრამ ყველაფერი ხო ჩემს სახში უნდა მოხდეს რა. აბარა. იმიტომაც გვიყვარხარ ირაკლი რა. მოიცა, თქვენ იცით რომ დღეს აქ დიდი შეხვედრა და გაცნობა და ერთი ამბავია? გამაგებინე უჩვენოდ რამე მოხდება. ირაკლი, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ფანტასტიკური. გოგოც კარგია და ბიჭიც. ბიჭი კარგი არა ის. მიშლის ნერვებს. ხა ამას რატო უშლის ნერვებს? ვერ გავიგეხა კოტიკო მამას ნერვები რატო? ეთყობა ციგნების ამოტანა რომ დაგშიაგვიან და ბიჭს ეთყობა მაგიტო მოეშალა ნერვები. ეხლა ატეხავს ბაბუამისი რეკვას. ტვინს წაიღებს რა. რატო ატეხავს ახლა ვერ გავიგე ბაბუამისი რეკვას? ამისთანა გოგო, ამისთანა რძალი შეძდის სახში. წინვა. მოიცე ჩემ შემოგევლე ადრია ჯერ მაგაზე ლაპარაკი. რა დროს ეგ არის კაცო? რა ვიცი ხა, ცირა იმის შვილიშვილიაო, ისაო, ეს ამერიკაში შვენი ძალიან უბრალო გოგო ყოფილა. შველი ხო აბარა. არა ეს გოგო კი ამოვა ახლა წუთი-წუთზე და ის ბიჭი საწავაი და ამდენ ხასა, სად არის ის ბიჭი ნეტა? აბა ბიჭო? რა? აბა რა თქმა ყვავილების ყიდვას ამდენი დრო გამაგებინეთ რა. ამანა საიდან ის კოტიკო ყვავილების აღდულად რომ არ წასული. ბეღურა გძელიენით. თანამემამულენო, თქვენ გაქვთ 32 კბილი და ერთი შანსი იმისთვის, რომ შეცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. დაუკვირდით, მეგობრებო. დაუკვირდით, რას გვიშვებიან ესენი.
ხალხი ისედაც მშიერია. ესენი კი გვეუბნებიან 2 საათი არ ჭამოთ და წყალი არ დალიოთ. მენდეთ ხალხი. დრო მოვა და იტყვით. სადაც ვიწრო იყო იქ გაწყდა. მოგძად. რა შვები სადრო? 2 წუთი მიტინგს ვატარებ. რა? მიტინგს ატარებ, კაცო, დამატარე, ხალხი მყავს პაციენტები მყავს. მეგობრებო, დრო მოვა, როცა თქვენ საარჩევნო ყუთებთან იქნებით, გაგახსენდებათ, რომ მაშინ როცა თქვენ ყველაზე მეტად გიჭირდათ. თქვენს გვერდით იყო სანდრო მახარაძე. დიახ, სწორედ მე ვიყავი თქვენს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებოდათ გვერდში დგომა. აბა სად არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, როცა ის თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ? მითხარით, მაჩვენეთ, სად არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი? სად? გისმენთ ბატონო? მე ვარ. ვერ გავიგე. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. ბატონო, ხუჭა მოგძან, გაწიე. დიახ, მოგძან. და დაასვამ თავაზინამ და აი ესე უნდა მივაბრძანოთ ჩვენ ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები. ასია ჩემო ირაკლი. აბა. ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს, გოგო უნდა გათხოვდეს. კარგი, ახლა გეყოფა რა, არ არის ამის დრო აქ. გამაგებინე ერთი, სად არის ბიჭი ამდენ ხანს დაიკარგა? ვაიმე არ ვიცი რა. გამიშვიდე დაურეკავ. ვაიმე? ვიცოდი. გამაგებინე კოტიკოს რატო ურეკავს ეს? არ ვიცი ეს რატო დაურეკავს? მე საიდან ვიცი? მოიცა ერთი მე დაურეკა. ეხლა რა მიაქრისთვის? იქ რო ყვავილები იყიდება, განცხადებები ხო არის გამოკრული. ეხლა დაადგა და კითხულობს, ანან ბოლომდე არჩევა არ ამოვა, ვერ მიხვდება რომ წამოვიდეს. აიო, კოტიკო სად ხარ? სად ხარ ბიჭო? რა განცხადებები? აჰა. რა განცხადებები ბიჭო? რა ქენი მომისმინე? ყვავილები იყიდე? კარგი. ლამაზი ხო? ეს ხასხასა ვარდები. რო ამოხვალ რა უნდა ქნა? კოტიკო გიმეორებ, დეიდა. როგორც კი ამოხვალ, როგორც კი დაინახავ, ყვავილებს მისცემ თავს და უკრავ ეგრევე. ხო, მიდი დროზე გელოდებით. არა ხო ამბობ ეს ბიჭი ვერ არის თქო რა. არ მიჯერებს არავინ რა. ვერ ურეკავ დაკავება. შეიძლება სულ დაკავება. დამაცხადებები რა. გაიხედე, მიდი. მე მგონი გვეშველა, თამბი, მიდი დროზე. მე მგონი გვეშველა. ლამასას. სხვა არის. არ გავა. ღია. თამარი და ქეთევანა ხარ. ვიღავი თქვენთან და დამშვით სახში. დაგველოდე მალე მოვალთ. ესენი სად არიან, არ არიან? დაელოდე მალე მოვლენ. ამბავი რა გაინტერესებს? კოტიკოს ამბავი. მოკლედ, ვიყავი უნივერსიტეტში UNGF-ის სახელით თქვენი კოტიკოს ამბავზე. და რაო? ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს ორგანიზაციასო. მაგრამო? ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებთო. მაგრამო? სიამოვნებით დავშოთ კოტიკოს მესამე კურსეო. ვაიმე ანა, შენ გინაცა. მაგრამო? ამ კრედიტებით არ გვაქვს მაგის უფლებაო. აი მე უყურე ახლა ამას. კაი. ამას უყურე ახლა. რა გამაკეთო, გამაგებია. გაჩერდი. ანანო. შენ არ ინერვილო მაგაზე. ისეთი ვინმე გაიცნო კოტიკომ, შეიძლება პირდაპირ დიპლომი მისცე. აბარა. მოიცე მარიკას გვარი სიამაყე? მაგ სიამაყის სიამაყე. იქ სიამაყე რაღა? აი მე კოტიკო. მე სად არის ნეტა ახლა? ხო, კარგი რა. კოტიკო სად ხარ? ლიფში გაიჭედე კოტიკო. ბატია რა, ბატი. ბატია ეს ბიჭი რა. ბატია გეუნებით რა. დამირეკა თვითონ ლიფტში გავიჭედე. კოტიკო გამაგებინა რატო ურეკავს? აი ჩვენც მოვედი. აი მელი. მომიტანოდოდი. მოდი. აი მოყიდა საჩუქარი. როგორ ეძახით? ვაშკაც. აი მელინე დიდი მადლობა ძალიან მოეწონება. გაგიჟდება. გამარჯობა ელენე. სასიამოვნო ანანო. გაიგო. მოიცა მოდი. ეს გაიცნო კოტიკო?
ოკეი. ყველაფერი აქ უნდა მოხდეს. მოდი ლაშა. მარტო არა ვარი რა. ეხლა მოდიოდი კიბეებით. ხო და ლიფტიდან ხმა შემომესმა. ლიფტში გაიჭედნენ. თქვენს წინაშია ჯენტლმენები. ვა გოგი, ვა კოტიკო. მოდი. კოტიკო შენი განცვალე. კოტიკო. მე ბიჭაიშა. მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს. აბარა. მადლობა. აი მე დიდი მადლობა რატო შეწუხდი? არა, პირიქით თქვენ ძალიან. ერთი წუთი რისთვისაც შევწუხდით გაგვატარეთ, მიდი. გამარჯობა ელენე, მე გოგი ვარ. აი ეს თქვენ. მადლობა დიდი. კოტიკო. კოტიკო, მიდი რაღაც უცდი ბიჭო, მიდი. დაგასწრო. კოტიკო, მიდი, კოტიკო, შენ ხო იცნוב და ის საერთოდ არც იცნობს და მივარდა, მიდი ბიჭო, მიდი დროზე. ვიცნობ, ხო, მივა. დროზე გაიშალებ ხმებია. მიდი, გაიბრანჭე, კარგად. მიდი, რაც გითხარ ის. კოტიკო, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ გვაქვს უფლება ამ კრედიტების. მიშველეთ. აი მე მიშველეთ არა. ვაიმე, ლაშა გამისკდა თავი, აღარ გაჩერდები ადამიანო. მე კი გავჩერდები, მაგრამ დამიჯერეთ, ანანო არ არის ცუდი ვარიანტი. აიმე. კოტიკო დეიდა. ის გამონათქვამი ხო გახსოვთ? ხო გახსოვთ ის გამონათქვამი სანთელ საქმეველი თავის გზას არ დაკარგავს. ხო, არ გახსოვთ მაგ გიგლასთვის რო გინდოდათ ბიძამისისთვის ანანო? მაშინ არ გამოვიდა და ეხლა ხერა კარგი ვარიანტია. კარგი, დღეს ამით დავამთავროთ, ხვალ გავაგრძელოთ. რეზარება, ვინ არის? ვინ არის? კეთო და კოტე. მოიტაცეს თამარქალი. აი მე კარგია სანდრო ამხელა ბიჭი. ის ქვევრი სად არის, ქვევრი? ამხელა ბიჭი ხარ, ამხელა ბიჭი, კარგი გეხვეწები სანდრო რა. შენი ჭირი მე რა. მოიცა, თქვენ რამით ხართ უკმაყოფილო, ჰა? სერგო! 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 გადაკეტე დაო.